ასეთი იყო საქმიანი დილის კალენდარი, ახლა კი თემა, რომელსაც დღეს დეტალურად სტუმართან ერთად განვიხილავთ. ალბათ ბევრ თქვენგანს გამოუვლია სამსახურის შოვნის რთული ეტაპი, მაშინ როცა დამსაქმებელი მინიმუმ 1 წლიან სამუშაო გამოცდილებას ითხოვს, სამუშაოს მაძიებლები ამ გამოცდილების დაგროვებას კერძო თუ საჯარო სექტორში სტაჟირებით ცდილობენ. რა პრობლემები ჩნდება ამ მხრივ დამსაქმებელსა და სტაჟიორს შორის და უნდა დარეგულირდეს თუ არა მათ შორის ურთიერთობა კანონის დონეზე. თემის დეტალები ნახეთ ჩვენ სიუჟეტში. დღეს სტაჟირების დეფინიცია და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები საკანონმდებლო დონეზე არ რეგულირდება. ასეთ ვითარებაში რთულია შრომითი უფლებების დაცვა, ვინაიდან კანონმდებლობაში არ არსებობს შესაბამისი სამართლებრივი ბერკეტი. მოქმედი კანონმდებლობა სტაჟირების განმარტებას არ იძლევა, მაგრამ ითვლება, რომ ეს არის არაანაზღაურებადი სამუშაო სწავლის პერიოდში, რომელიც გამოუცდელ კადრს პროფესიულ განვითარებას სთავაზობს. როგორც გაერთიანებულ პროფკავშირებში აცხადებენ, ადამიანები თვეები, წლები მუშაობენ, თუმცა ანაზღაურების გარეშე. მათი თქმით, ყველაზე რთული ვითარება ამ კუთხით კერძო სექტორში ფიქსირდება, სადაც რეგულაცია სტაჟირების წესის შესახებ არ არსებობს. მინიმუმ რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის გარკვეული რეგულაციების დაწესება ამ მიმართულებით, სადაც იქნება წინაპირობების სტაჟირების, ასევე განსაზღვრული იქნება რა ტიპის ხელშეკრულება შეიძლება დაიძოს ამ პერიოდისთვის, რა ვადით შეიძლება დაიძოს და ასე შემდეგ, იმისთვის რომ გამოირიცხოს ესეთი ტიპის არაანაზღაურებადი შრომა და ადამიანის უფლებების შელახვა. ჩვენთან მომართვიანობა ამის თაობაზე არის ძალიან ხშირი. რეალურად ეკონომიკის ყველა დარგიდან ხდება მომართვიანობა. შესაბამისად ამ რეგულაციების არარსებობას დამსაქმებლები იყენებენ ძალიან ბოროტად. სტაჟირების დღეს არსებულ შრომით ურთიერთობას ყველაზე მეტად სტუდენტები აპროტესტებენ. იმ ფონზე, როცა დამსაქმებელი პირობად გამოცდილებას აყენებს, ახალგაზრდები იძულებულნი არიან შემოთავაზებულ სხვადასხვა ტიპის სამუშაოს დათანხმდნენ. სამწუხაროდ საკმაოდ ხშირად კომპანიები როდესაც ასრულებენ სტაჟირებას, ასე ვთქვათ, აღარ აყავს შემდეგ ეს დასაქმებული პირი და ჩემი აზრით გამოდის ესე, რომ ასე ვთქვათ, მუქთა მუშახელს შეუვლებენ დროებით. ჩემს შემთხვევაში ასე მოხდა. კერძო სექტორში ვიყავი, მაგრამ შემდგომ უკვე სტაჟირების შემდგომ უკვე აღარ ყოფილა დასაქმება და წამოვედი. ძალიან მნიშვნელოვანია. რომ თავიდანვე იცოდეს სტუდენტმა, რატომ მიდის იქ და შემდგომ ქონდეს თორე იმედები, რომ იმედის გაცრუებასავით არ გამოვიდეს და უბრალოდ გამოყენებული კადრი არ აღმოჩნდეს. დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი შრომის ბაზრის სირთულეზე საუბრობს. თუმცა სტაჟიორთა უფლებების დარღვევის ფაქტები მათთვის ცნობილი არ არის. ელგუჯა მელაძის თქმით, დღეს პრობლემას პროფესიონალი კადრების დეფიციტი ქმნის. ჩვენ გვაქვს ვაკანსიები რიგ კომპანიებში და ამას ითხოვს გარკვეულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებზე აგებულ, მორგებულ პიროვნებებს ითხოვს დამსაქმებელი. სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი მიწოდება. და სწორედ ეს არის ის პრობლემა, რომელიც რეალურად დღეს დგას საქართველოს შრომის ბაზარზე. იმისათვის, რომ აი ეს პრობლემა რაღაც გარკვეული ფორმით გადაწყვეტადი იყოს, გამოიყენება სხვადასხვა ფორმები, ცხადია, და ერთ-ერთი ასეთი ფორმა გახლავთ სტაჟირება რომელიმე კომპანიაში. სტაჟირების სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრას ახალგაზრდა ადვოკატებიც ითხოვენ. მათ მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადება საქართველოს შრომის კოდექსში ახალი მუხლის გაჩენას გულისხმობს. როგორც ახალგაზრდა ადვოკატების ხელმძღვანელი ამბობს, საკანონმდებლო წინადადება მოიცავს ისეთი რეგულაციების ფორმას, როგორიცაა სტაჟირების ხელშეკრულების 6 თვის ვადის დადგენა და სტაჟირების შრომის შტატში ჩათვლა. სტაჟირებაზე მყოფი ადამიანების, ახალგაზრდების, განსაკუთრებით სტუდენტური საზოგადოების წარმომადგენელთა შრომითი უფლებები ფაქტობრივად დაუცველია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახალი საკანონმდებლო რეგულაციით მივაღწევთ იმ შედეგს, როდესაც სტაჟირების სამართლებრივი მხარე საკანონმდებლო დონეზე იქნება რეგულირებული. სტაჟირების რეგულირების საკანონმდებლო ინიციატივას გასულ წელს ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა. თუმცა აღინიშნა, რომ საკითხს პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფის ფორმატში გაითვალისწინებენ.